თქვენი განცხადება, რომ ნელ-ნელა შეპარვით ცდილობენ, რომ არჩევნებში ჩაერთოს ოპოზიცია. რა გაძლევთ აი ამის განცდას? გეტყვი რა მაძლევს ამის განცდას. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მე მგონი ყველაზე კაფიოდ თქვა პეტრეცის კარიშვილმა, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მე რაღაცა აი მსგავსი სიმკვეთრით თქვა ეს ლევან ხაბეიშვილმაც. ლევან ხაბეიშვილმა ჩემთან სტუმრობის დროს დაადასტურა, რომ მათ არასოდეს არ უთქვამთ მტკიცებით ფორმაში, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. უბრალოდ ეს არ უთქვამს. გახარია, არ გეტყვითო ამასო. ჯერ დრო არ არისო. ჯერ დრო არ არისო. ლელომ საერთოდ არ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანიო. ჩერგომ ასევე დებატების დროს მითხრა, რომ ისო რა ქვიაო, მეო ჯერ იმედი არ გადამწურვიაო ამ არჩევნების, ამ იმისო, აქციებისო, ახლა რო პროტესტები მიმდინარეობს, ესო რო შედეგს გამოიღებს, მაგრამ და სანამ არ გადამეწურება იმის იმედიო, მანამდე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო. ხვალ შეიძლება გადაეწუროს, უკვე დღესაც შეიძლება გადაწურული კონდეს, არ ვიცით. წარმოიდგინე, რომ ეს 4 პარტია, რომელიც აქ არის, არ ვიცი კიდევ ვინმე არ მინდა გამომრჩეს. 5 პარტია თქვი უკვე, რომელიც აქ არის. არც ერთმა მათგანმა ჩემთან საუბრის დროს საჯარო სივრცეში არ დაადასტურა, რომ ის არჩევნებში არ მონაწილეობენ. სადღაც რომელიღაც როყიო ეთერში რაღაც ეს არ გაუჩეს. კიდე უფრო უარეს თქვათ არ შეუქმნის აზრს მოსახლეობას. ერთ დღეს როცა ამბობ, რომ აი არ შევალთ იქ, არ ვაღიარებთ აი ამ CSKO-ს არჩევნებს და ხვალ რომ ისევ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, აი პოლიტიკაზე ნდობა არ აქვს ჩვენს მოქალაქეებს, ხო? კიდე უფრო არ გაუარეს. ჩემი აზრით ამ ხალხმა ანუ ვერ ახსნიან ესენი პოზიციას, რომ რატომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. განსაკუთრებით დედაქალაქის არჩევნებში. ჩემი აზრით, პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა იცი რაში მდგომარეობს, რომ ესენი ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. აი ყველას ეყოლება ყველაზე ღირსეული მერობის კანდიდატი, მაგალითად გახარია იქნება ხაზარაძე, შეიძლება მელიაც იყოს. ღირსეულები არიან ეს? არა, სხვა რაღაცას ვამბობ. წყალებში ღირსეული მათი განმარტებით. ნაცვლად იმისა, რომ ახლავე შეთანხმდნენ. აი ვიღაც არაპოლიტიკურ პატიოსან კაცზე. თქვენ ამას ამბობთ ხოლმე ხშირად. ხო, ან თქვენი მაყურებლისაცაც ვიტყვი, რომ ვიღაც პატიოსან კაცზე, რომელზედაც უბრალოდ არ არსებობს ესეთი ტიპის კომპრომატი, რომ ხალხი დედას აგინებდეს. და რომელზედაც მხარდაჭერა არც ერთი ამ პარტიის ამომრჩევლისთვის, ჩემი ამომრჩევლის ჩათვლით, არ იქნება უხერხული. ასეთ ადამიანს ახლა უნდა ვარჩევდეთ. აი ის ოპოზიციური მედიები სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არ გულისხმობენ, რომ იმათ ხო მიზანი აქვთ. ოპოზიციური მედიები, რომლებიც ამ არჩევნებს ახლა ვითომ აშუქებენ. სინამდვილეში ამ წუთას იმ ბალამუტის ნაცვლად, რაც ეთერში მიმდინარეობს და უბრალოდ მაყურებლის უპატივცემლობაა, რაც ახლა ოპოზიციურ არხებზე ხდება, უნდა იკრიბებოდნენ გვალი მაგიდის გარშემო, უნდა პატიჟებდნენ პოლიტიკოსებს, უნდა იყოს დისკუსიები, ვის ვთხოვოთ ქართული საზოგადოებიდან, მათი რეპუტაციული ადამიანებიდან, რომ დაეხმაროს ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსვლაში, რომ იქნება ხოცების ხელისუფლება შეიზღუდოს დედაქალაქის არჩევნების წაგებით მაინც, რომ აზე მოვიდნენ და ქვეყანა არ გადაჭახონ იმ როგორ გითხრა ხრამში, რომელსაც ჯერ შეიძლება გამოიხატოს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვაში, თუმცა ეს ისეთი სწრაფი პროცედურა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი არ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხო დადგება. ან რაღაცა სხვა უფრო დიდ შარში, რომლის შედეგებსაც მე შეიძლება ერთი თაობა დაჭირდეს გამოსასწორებლად. მადლობა იაგო ხვიჩიას.